გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის კვირა, დაგიბრუნდით ახალი პოდკასტის ვიდეოების სერიით, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე, განვიხილავთ სხვადასხვა წიგნებიდან. პირველ ეპიზოდს საკმაოდ კარგი გამოხმაურება გქონდა თქვენი მხრიდან და ჩართულობა და დიდი მადლობა ამისთვის. ეს ეპიზოდების სერია ზუსტად იმას ემსახურება, რომ ჩვენ ერთად განვიხილავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები და გადავიდეთ დღევანდელ თემაზე. დღეს თქვენთან ერთად მინდა ვისაუბრო ენტონი დე მელოს წიგნის ბესტსელერის გაცნობიერება, ასეთი სახელწოდების გარშემო. ეს წიგნი იყო ის წიგნი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა იმოქმედა, როდესაც რაღაცა კონკრეტულ გაცნობიერებებში ვიყავი. არაერთხელ მაქვს წაკითხული და ყველა ჯერზე, როდესაც ამ წიგნს ვუბრუნდები, სხვადასხვა გაცნობიერებებით ვკითხულობ და სხვადასხვა რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე. დღეს რა თქმა უნდა ამ წიგნს თავიდან ბოლომდე ჩვენ არ განვიხილავთ, თუმცა ძალიან საინტერესო რამოდენიმე თავზე და თემაზე ვისაუბრებ. ავტორი ენტონი დე მელო არის მსოფლიოში ცნობილი აღიარებული ინდოელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მისტიკოსი. მისი ეს კონკრეტული წიგნი გაცნობიერება საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ადამიანების მხრიდან. და ბევრი აღწერს ისე, რომ მათ თვალი აუხილა ამ კონკრეტულმა ნაწარმოებმა. ჩემთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წიგნი აღმოჩნდა ამ გზაზე. სანამ კონკრეტულ თემებს განვიხილავთ და გადავალთ თავებზე, მინდა რომ წავიკითხო უშუალოდ გაცნობიერების, ანუ წიგნის მნიშვნელობა. გაცნობიერება ეს ამოწოდება კოშმარისაგან გამოფხიზლებისკენ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სინამდვილეს და საკუთარი თავისთვის ხელახლა აღმოჩენა ნამდვილი ცხოვრების ბედნიერებისა. მინდა რომ პირველი თავის პატარა ნაწილი წავიკითხო, სადაც ის საუბრობს გაღვიძებაზე. გაღვიძება ნიშნავს ფხიზლობას. მთელი ცხოვრების მანძილზე უმრავლესობა ჩვენგანს გამოუფხიზებლად, გამუდმებულად ძინავს. ადამიანები იბადებიან, ცხოვრობენ, ქორწინდებიან, ბავშვებს აჩენენ, კვდებიან და ეს ყველაფერი ძილში ხდება. ისინი ვერც ერთხელ ვერასდროს ვერ შეიცდობენ ადამიანური ცხოვრების სილამაზეს და მშვენიერებას. და შესაბამისად თითქმის ყველა თავი, რომელსაც ის ეხება, არის ამ გამოღვიძებაზე საუბარი. ეს გამოღვიძებაც დღეს ძალიან ესეთი პოპულარული ფრაზა გახდა, ვინც რაღაც კონკრეტულ სპირიტუალურ პრაქტიკებს თუ უბრალოდ საკუთარი თავის დაკვირვებას აწარმოებს, ყველანი გამოღვიძებაზე ვსაუბრობთ. და საერთოდ რა არის ხო ეს გამოღვიძება და რას გულისხმობს? პირველი თემა, რომელსაც განვიხილავ, ეს არის გონივრული ეგოიზმი. გონივრული ეგოიზმი ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით არის საკუთარი თავის სიყვარული. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, რომ საკუთარი თავის სიყვარულზე ბევრს საუბრობენ და რაღაც მნიშვნელოვანი თემა გახდა საკუთარი თავის სიყვარული. თუმცა, როდესაც სიტყვა ეგოიზმი ურევია საკუთარი თავის სიყვარულთან, რაღაცნაირად მოშორებით ვდგავართ ხოლმე და ეგოიზმი, ეს ძალიან ცუდ თვისებად ითვლება ადამიანის, რომელიც ყველამ უნდა მოვიშოროთ. თუმცა ავტორი ენტონი დე მელო ამბობს, რომ არსებობს გონივრული ეგოიზმი და არა მხოლოდ ეს ავტორი, კიდევ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ავტორების ნააზრევს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დაუბრუნდეთ ამ კონკრეტულს. ის ამბობს, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა გავიღვიძოთ, უპირველეს ყოვლისა, რის შესახებას გთხოვს ის, არის რომ გამოფხიზლების სურვილის არ ქონა გავაცნობიეროთ. ფხიზლობისკენ პირველი ნაბიჯი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პატიოსნად გამოუტყდეთ თავს, რომ ძილში ყოფნა უფრო სასიამოვნოა. თქვენ ხომ ბედნიერებისკენ არ მიისწრაფვით, გინდათ პატარა ტესტი სულ რაღაც 1 წუთით და აქ არის ძალიან საინტერესო ტესტი. და მინდა რომ თქვენთან ერთად გავაკეთო ეს. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ ან დატოვეთ ღიად. ამას გადაწყვეტილი მნიშვნელობა არ აქვს, დახუჭული გექნებათ თუ ღია. წარმოიდგინეთ თქვენთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვართ. წარმოვიდგინოთ, მე გაკეთებული მაქვს ეს ტესტი და ძალიან კარგი არის და თქვენ გირჩევთ რომ მიყვეთ ახლა ზუსტად იმას, რასაც გვეუბნება. წარმოიდგინეთ ეს ახლობელი ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვართ. აზრობრივად უთხარით მას, ჩემთვის ბედნიერება უფრო ძვირფასია ვიდრე თქვენ. და შეხედეთ რა გამოვიდა. ბედნიერად ყოფნა უფრო მეტად მინდა, ვიდრე შენთან ცხოვრება.
არჩევა რომ შემეძლოს ბედნიერებას ავირჩევდი. თქვენ როდესაც ეს წარმოიდგინეთ და ეს თქვით ეგოისტად იქცენით თავი. ეხლა ხედავთ რამდენად ზომბირებულია ჩვენი ტვინი, ხედავთ რამდენად ძლიერია ჩვენში წინასწარი შეგონება. როგორ შემიძლია ვიყოს საკუთარი თავის ასეთი მოყვარული? მაგრამ მოდით გავარკვიოთ ამ ორს შორის ვინაა სინამდვილეში ეგოისტი. წარმოიდგინეთ რომ თქვენ გეუბნებიან შენ ირჩევ ბედნიერებას და არა მე. როგორ შეგიძლია იყო ასეთი ეგოისტური? თუ არ მოგინდებათ თქვათ რაღაც ამის მსგავსი. ბოდის გიხდით, მაგრამ როგორ შეგიძლია იყო ასეთი ეგოისტური და მოითხოვო რომ შენ განჯობინო ბედნიერებას. ეს არის ჩემი აზრით მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანის გაგებისა და მე ძალიან ხშირად მქონია ამ საკითხთან დაკავშირებით დავა და ფიქრი საკუთარ თავთან და ჩემს გარემოცვასთან. ერთ-ერთ ეპიზოდში მე ვსაუბრობ, რომ ჩემი ცხოვრების რაღაცა ნაწილი გადალაგდა მაშინ, როდესაც დავიწყე ჩემი კონკრეტული საკუთარი ენერგიის დაზოკვათქო და იმაში აღარ მიმართვა, რაც მე არ მაბედნიერებს თქო. ამას გარშემომყოფებში, როდესაც ვაკვირდები დღემდე, აქვს ძალიან დიდი უარყოფითი გამოხმაურება ხოლმე. როდესაც რაღაცას მთხოვს ვიღაც და მე ვხვდები, რომ ის რაღაც, რასაც მთხოვენ, მე არ მაბედნიერებს, ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია აქვს და მეუბნებიან, რომ არ უნდა გაითვალისწინო ვიღაც, რა მოხდება ისე რომ გააკეთო, მერე რა რომ შენ არ გაბედნიერებს. ანუ რეალურად ადამიანები მართლა გთხოვენ, რომ ისინი ჩვენი ბედნიერების წინ დავაყენოთ. კონკრეტული სახელებით ჩვენი ბედნიერება დავთმოთ, იქნება ეს სიყვარული, იქნება ეს თავგანწირვა, იქნება ეს, რა ვიცი, სამშობლო, სხვადასხვა ღირებულებებით, რომელიც გვეუბნება, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ბედნიერება და შენ რაღაც უნდა გაიღო სხვისთვის. ამ საკითხზე რა თქმა უნდა, მხოლოდ ენტონი დე მელო არ საუბრობს, და არისტოტელეს გონივრული ეგოიზმი არის თავის სრულფასოვნად რეალიზება. არა ვნებით მოქმედება, არამედ გონივრული თვითპატივისცემით. ასევე ძალიან საინტერესო არის ერიხ ფრომის, ჩვენი წინა ავტორის განმარტება ეგოიზმთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ ეგოიზმს აქვს ორი ფორმა. ერთი არის დესტრუქციული, რომელიც მოდის არასაკმარისობისგან და შიშიდან და ჯანსაღი, რომელიც მოდის საკუთარი თავის სიყვარულისგან და ზრდისგან. ორივე ავტორი, ერიხ ფრომიც, ორივე მოაზროვნე ერიხ ფრომის და ანტონი დე მელოც ამბობს, რომ საკუთარი თავის სიყვარული არაა ეგოიზმი, პირიქით ეს არის საფუძველი, საიდანაც იწყება ნამდვილი სიყვარული სხვების მიმართ. ასევე ჩვენი საყვარელი, ბევრისთვის საყვარელი, ჩემთვის საყვარელი კარლ იუნგი ამბობს, რომ შენ უნდა გახდე ის, ვინც ხარ. ინდივიდუაცია ნიშნავს საკუთარი თავის სხვადასხვა ასპექტის, ჩრდილის, პერსონის, ანიმას ინტეგრაციას. გონივრული ეგოიზმი იუნგის თვალთახედვით შეგვიძლია რაღაცნაირად ესე განმარტოთ კიდეც, რომ ვიცოდეთ რა გვინდა და ვიცხოვროთ ჩვენში მყოფი ცნობიერი და არაცნობიერი შენების, ანუ მეების ჰარმონიაში. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის შინაგანი სიმართლის მსახურება. ხო, მაგრამ არის ერთი კითხვა, ხო, აქ ხდება ერთი კითხვა, რომ თუ უნდა ვიცოდე რა მინდა, უნდა შევიცნო საკუთარი თავი. საკუთარი თავის შეცნობა ზუსტად ის ერთ-ერთი თემაა, რომელსაც ენტონი დე მელო ეხება და საუბრობს თვითდაკვირვების მნიშვნელობაზე. ყველა დიდი მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და კითხვა არის ვინ ვარ მე. და ეხლა ჩვენ პატარა ტესტისავით გავაკეთებთ. მოცემულ მომენტში, როდესაც თქვენ ხართ დაკავებული იმითი, რომ მე მისმენთ, მაგრამ აღიქვავთ კი რაიმეს გარდა ჩემი ხმის ბგერებისა, ან ჩემი გამოსახულებისა, აცნობიერებთ კი თქვენს რეაქციას ნათქვამზე, ანუ ჩემს ნათქვამზე, რაც გესმით. თუ არა, მაშინ თქვენ დიდი ალბათობით დაჰიპნოზებული ხართ. ან ხვდებით თქვენი ცხოვრების რომელიმე ფარული ფენის გავლენის ქვეშ, რომლის არსებობის შესახებ ეჭვიც კი არ გქონდათ. თუ თქვენ აცნობიერებთ რეაქციას ჩემს სიტყვებზე, გესმით კი ვისია ეს რეაქცია, ან იქნებ თქვენ კი არ მისმენთ,
არამედ მამა თქვენი. როგორ ფიქრობთ, ასეთი რამ შესაძლებელია? ავტორი გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. მაგალითად, ესეთი რაღაც შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც მომენტში, დღის განმავლობაში ან რა ვიცი, კვირის განმავლობაში, როდესაც გაბრაზდებით, ის კონკრეტული მომენტი დააპაუზეთ, შეაჩერეთ გაბრაზების, გამოდით იმ მდგომარეობიდან და დაფიქრდით იმაზე, რომ ის რეაქცია, რომელიც გქონდათ, რომ გაბრაზდით, თქვენი იყო? ანუ ნამდვილად თქვენგან წამოვიდა? თუ იმიტომ გაბრაზდით, რომ ოდესღაც ვიღაცამ გასწავლოთ, რომ ამაზე უნდა გაბრაზებულიყავით, თუ იმიტომ გაბრაზდით, რომ ვიღაცამ გასწავლოთ, რომ ამაზე გაბრაზება არის ნორმა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ ვიღაცას უყურეთ, რომ ესეთ კონკრეტულ მომენტებში გქონდა ზუსტად ესეთი რეაქცია, თქვენც ეს გადაიღეთ და ესე ცხოვრობთ მთელი ცხოვრება. ძალიან საინტერესო არის ამაზე დაკვირვება. ვინ ცხოვრობს თქვენში? როცა გააცნობიერებ პასუხს ამ კითხვაზე, გუნება გაგიფუჭდება. თქვენ თავს თვლით თავისუფალ ადამიანს და უცებ ირკვევა, რომ ყველა თქვენი ჟესტი, აზრი, ემოცია მწამსი ვიღაც სხვას ეკუთვნის. განასაშნელება არ არის? თქვენ კი ამის შესახებ ეჭვიც არ გქონდათ. ამ თავის ბოლოს ავტორი გვთავაზობს ძალიან საინტერესო თვითდაკვირვების პრაქტიკას და მინდა რომ ერთად გავაკეთოთ ეს პრაქტიკა. ესე იგი, პირველ რიგში გავაცნობიეროთ, რომ ვზივართ ვიმყოფებით რაღაც ოთახში, ხომ? სადაც ისმენთ ახლა თქვენ ან უყურებთ. და ვთქვათ, მე ამ ოთახში ვარ. ისე მოვიქცეთ, რომ თითქოს ჩვენი სხეული დავტოვეთ და თავს გვერდიდან ვუყურებთ. ანუ მე ახლა ოთახში რომ ვზივარ, ჩემი სხეული დგას სადღაც, მე დავტოვე ჩემი სხეული და სადღაც აი აქ დგას. და ცოტა ხანი გავჩერდეთ ამ მდგომარეობაში, თვალების დახუჭვა ამ შემთხვევაში ამართლებს ხოლმე. ამიტომ შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ, დავხუჭოთ თვალები და გავაცნობიეროთ ჩვენი ოთახში ყოფნა. ვთქვათ, მე ამ ოთახში ვარ. თითქოს საკუთარი სხეული დავტოვეთ და თავს გვერდიდან ვუყურებთ. ყურადღება მივაქციოთ, რომ შეგრძნება ოდნავ შეიცვალა იმასთან შედარებით, რომელიც წარმოიშვებოდა ოთახის შიგნიდან მზერისას. და ცოტა ხანში ჩვენ დაგვებადება კითხვა. მაინც ვის ვუყურებ? მე ვუყურებ საკუთარ თავს. და რას ნიშნავს მე? რას ნიშნავს საკუთარი თავი? ჯერ გავჩერდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, მაგრამ თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ კიცხავთ, ან პირიქით იწონებთ საკუთარ თავს, ნუ შევწყვიტავთ ნურც ერთს, ნურც მეორეს. უბრალოდ დავაკვირდეთ, მე ვკიცხავ საკუთარ თავს, მე არ ვიწონებ საკუთარ თავს, მე თავმომწონე ვარ. უბრალოდ დავაკვირდეთ, ნუ ვეცდებით საკუთარი აზრების შეცვლას. უბრალოდ თვალი ვალდევნოთ ჩვენს აზრების ცვლას. როგორც ვამბობთ, თვითდაკვირვება. ეს დაკვირვება ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენ შიგნით და ჩვენს გარშემო. ამასთან დაკვირვება თითქოს გვერდიდან, თითქოს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენ შიგნით და ჩვენს გარეთ, მაგრამ ჩვენ არ გვეხება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის გენიალური პრაქტიკა. მე თვითდაკვირვების პრაქტიკა დავიწყე რამოდენიმე წლის წინ და ჩემთვის თვითდაკვირვება ეს პრაქტიკა ესე დაიწყო, რომ ქუჩაში როდესაც დავდიოდი, დავიწყე დაკვირვება სიარულზე. მაგალითად, ნაბიჯების გადადგმაზე, მაგალითად, ჩემს სუნთქვაზე. ვაკვირდებოდი ჩემს გარშემო, ანუ როდესაც მივდიოდი, ჩემს გარშემო მოძრავ ობიექტებს, როგორ მოძრაობდნენ ისინი ჩემს გარშემო. და სიმართლე რომ გითხრათ, ამ ყველაფრით ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ბევრად უფრო შვიდი და გაწონასწორებული გახდა. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ შეძლოთ ამ პრაქტიკის გააკეთება და დამიჯერეთ არინანებთ პირიქით ძალიან ბევრ სასიკეთო რაღაცას მიიღებთ ამით. ასევე თვითდაკვირვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ენტონი დე მელო არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს დააკვირდა და ამ ყველაფერზე დაწერა, არამედ უფრო დიდი და ძველი მოაზროვნეები აკეთებდნენ ამას. მაგალითად, სოკრატე ძველ საბერძნეთში ამბობდა, რომ მისი ფრაზა არის შეცნობა, რომ არაფერი იცი. მისი სიტყვის არსი შეგვიძლია ესე გადმოვთარგმნოთ, რომ ეს არის შეცნობა იწყება მაშინ, როცა ხვდები, რომ არ ვარ ის, ვინც მეგონა. ის უცოდინრობის გაცნობიერება კი ნამდვილი ნაბიჯია თავისუფლებისკენ. ასევე კარლ იუნგი ინდივიდუაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ადამიანი მუდმივად ცდილობს თავს დაემალულოს, საკუთარ შთილებს კი
ტკივილს კომპლექსებს. ინდივიდუაცია ეს არის ადამიანის მთელი ცხოვრების პროცესად მიჩნეული შინაგანი ნაწილების ინტეგრაცია. ჩვენ ვიცით, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოაზროვნე არის ეკჰარტ ტოლე, რომელმაც დაწერა წიგნი The Power of Now და ის ამბობს, რომ ჩვენი აზრების ნაკადი გვაშორებს რეალურ ჩვენ თავთან. მანამ სანამ არ მივხვდებით, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი აზრები, მანამ საკუთარი თავის შეცნობაც ვერ დაიწყება. შენ არ ხარ ხმა თავში, შენ ხარ ის, ვინც ამ ხმას უსმენს. შესაბამისად, თვით დაკვირვება, უფრო სწორედ ამ შემთხვევაში საკუთარი თავის შემეცნება არის ამოსავალი წერტილი, ხო? პრინციპში, ყველაფრის, ჩემი აზრით, საერთოდ ნებისმიერი რაღაცის გაგების, ნებისმიერი ადამიანთან ურთიერთობის, ყველაფრის ამავალი წერტილია საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი თავის შეცნობა პირდაპირ კავშირში არის თვით დაკვირვებასთან და მინდა რომ პირდაპირ ამ კონკრეტულ საკითხზე გადავიდე, საკუთარი მესჭვრეტა, ხო? ერთადერთი ვისაც შეიძლება სხვა ადამიანი დაგეხმაროთ, ესაა ეჭვი შეეპაროს თქვენი შეხედულებების ჭეშმარიტებაში. თუ თქვენ მზად ხართ მოისმინოთ და მზად ხართ მიიღოთ კრიტიკა, თქვენ დაგრჩებათ ერთადერთი რამ. რა არის ყველაზე მთავარი? ის, რასაც ჩვენ უწოდებთ თვითდაკვირვებას. აქ როგორ უნდა დაგეხმარონ? ხომ არავინ იცის როგორი მეთოდი მოგერგებათ და ტექნიკას ვერავინ ვერ გირჩევს. თუ ადამიანის ხვისი, აქ ეს ძალიან ფრაზაა ჩემი აზრით. თუ ადამიანის ხვისი ტექნიკისას გამოიღვიძებს, ის ხვისი გავლენის ქვეშ ექცევა და მაინც თვითდაკვირვება, საკუთარი მესჭვრეტა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ის ამბობს ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას. ნუ აურევთ თვითდაკვირვებას საკუთარი თავით გატაცებასთან. ეს სულ სხვა რამეები. საკუთარი თავით გატაცება, ეს იგივე ეგოცენტრიზმია. ადამიანს აინტერესებს მხოლოდ თავისი მოთხოვნილებები და აღელოს მხოლოდ თავისი ბედი. მე ვამბობ თვითდაკვირვების შესახებ. რა არის ეს? ეს არის ყურადღებით დაკვირვება ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენ შიგნით და ხდება ჩვენს გარშემო. ამასთან დაკვირვება თითქოს გვერდიდან, თითქოს მომხდარი ჩვენ არ გვეხება. უკანასკნელი დაზუსტება შეიძლება ასე გავშიფროთ. ჩვენ არ ვაფარდებთ საკუთარ თავს ჩვენთან მომხდარ მოვლენებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მოვლენებს აღვიქვავთ ისე, თითქოს მათ ჩვენთან ოდნავი დამოკიდებულებაც კი არ აქვთ. ამბობს, რომ ყველა ტანჯვის მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ ჩვენს უსიამოვნებებთან და მღელვარებებთან. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვიცი, დათრგუნულები ვართ, ხო? და ეს სინამდვილეში ამბობს, რომ არის სიცრუე. ჩვენ არ ვართ დათრგუნულები. უფრო სწორი იქნებოდა, რომ ჩვენ თქვათ, რომ ჩვენ დათრგუნულად ვგრძნობთ თავს. ჩვენი ცნობიერება ხშირად აკეთებს ამ უცნაურ ფოკუსს და ხშირად გვაჯერებს, რომ ამ ილუზიებს, რომ რასაც გვგრძნობთ და რასაც ვფიქრობთ, ის ვართ ჩვენ. მაგალითად, მარტო ცუდი არა, ხო? მაგალითად, მე აღტაცებული ვარ, მე გახარებული ვარ, ხო? როდესაც ვამბობთ, სინამდვილეში აღტაცებული ვარ, ანუ მე ვარ აღტაცება, ესე გამოდის, ხო? ან ბედნიერი ვარ, ანუ მე ვარ ბედნიერება. ავტორის თქმით, მე ვარ ბედნიერება, ან მე ვარ აღტაცება კი არა, უნდა ვთქვათ, რომ მე ვგრძნობ ბედნიერებას, მე ვგრძნობ აღტაცებას, იმიტომ რომ სინამდვილეში რომ დავფიქრდეთ, ხო, აღტაცება თუ მე ვარ, მაშინ არ ვიცი, მთელი ცხოვრება 30 წელი, 20 წელი აღტაცება უნდა ვიყო, ხო, აღტაცება ვარ, ანუ გრძნობა ვარ, ემოცია ვარ, ბედნიერი უნდა, ანუ ბედნიერება ვარ, ანუ სულ მაგ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, მაგრამ როდესაც დავუფიქრდებით, სინამდვილეში რა ხდება, ხო? გავა 5 წუთი, 9 საათი, შეიძლება 1 საათი და აღტაცება ქრება. ბედნიერებაც ქრება. რაღაცა ჩვეულ ამბავს უბრუნდებით და ჩვეულებრივად ხარ, ხო? ან გაბრაზება ქრება, ხო? თუნდაც ხოლ სულ გაბრაზებულ მდგომარეობაში არ ვართ ჩვენ, ანუ ის რომ მე ვაკვირდები ჩემ ემოციას და იმ მომენტში მე ვარ ბედნიერი, მე ვგრძნობ ბედნიერებას, მე ვგრძნობ ბრას, მე ვგრძნობ აღტაცებულობას.
აი ეს მიდგომა არის უფრო სწორი და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ თავს კარგად დავაკვირდეთ შორიდან. ავტორს აქვს ძალიან კარგი შედარება ამ მომენტში, როდესაც ეს ფიქრების გრძნობების გაიგივება ხდება ჩვენ საკუთარ თავთან და ის ამბობს, რომ ღრუბლები ხომ არ არის ყველა ერთნაირი, ზოგი ღრუბელი შავია, ზოგი დიდია, ზოგი პაწაწინა, ზოგი თეთრია, ზოგი უფრო თეთრია და ჩვენ ვარ ცა, რომლებიც ამ ღრუბლებს აკვირდება, იმიტომ რომ ღრუბლები სულ მიდიან და მოდიან, ერთ ადგილას ისინი არასდროს არ რჩებიან. და ჩვენ უნდა ვიყოთ ცები, ცა, რომლებიც ამ ღრუბლებს აკვირდებიან მიუკერძოებლად და რჩებიან დამკვირვებლები. თვითდაკვირვებაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ადამიანს მოაზრუნეს უთქვამს და გამოურთქვამს საკუთარი აზრი და მე წავიკითხავ რამოდენიმე მათგანს, მაგალითად გიორგი გურჯიევი, რომელიც იყო სულიერი ფილოსოფოსი, ძალიან საინტერესო პიროვნება, ის ამბობდა, რომ ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში მძინარე მდგომარეობაშია, მისი ცნობიერება იღვიძებს მხოლოდ მაშინ, როცა ისწავლოს თავის თავზე დაკვირვებას განმარტების გარეშე. ადამიანი არ არის ერთი პიროვნება, ის შედგება სხვადასხვა მესგან. თვითდაკვირვება გვეხმარება ვნახოთ, რომ ჩვენი ემოციები, ქცევები ხშირად მოდიან არა ჩვენ ნამდვილი მყოფიდან, არამედ შინაგანი ავტომატიზებიდან. ასევე ჩემი ძალიან საყვარელი ფილოსოფოსი კრიშნამურტი ამბობს, რომ დაკვირვება არის გონების სიჩუმე. კრიშნამურტი თვითდაკვირვებას უწოდებს განსჯის გარეშე ყურებას. თუ ვაკვირდებით საკუთარ შურს, ბრას ან შფოთვას და მაშინვე ვამბობ, ეს ცუდია, უნდა მოვიშორო, ეს უკვე დაკვირვება აღარ არის, ეს შეფასებაა. და მისი ძალიან ცნობილი ციტატა არის, რომ დაკვირვება გარეშე შეფასებისა, ეს არის უმაღლესი ინტელექტის ფორმა. და ეხლა მახსენდება ჩემი ეპიზოდი ალექსი გოგოლაძესთან ერთად, რომელიც ინდოეთში ჩავწერა, თუ არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ რომ უყუროთ. ალექსი ზუსტად ამაზე საუბრობდა და ეხლა მახსენდება თვითონ ინდოეთში ყოფნის პერიოდში რამდენჯერ და როგორ საუბრობდა ამ ყველაფერზე და რა კარგად გადმოსცემდა. ძალიან ბევრჯერ მითხრა, რომ განსჯის გარეშე ესე მეუბნებოდა ხოლმე, დააკვირდი განსჯის გარეშე, არ შეაფასო. უბრალოდ მიიღე განსჯის გარეშე. შენი ემოცია არ ხარ. და ეხლა ძალიან მეღიმება, იმიტომ რომ საინტერესო როგორ დავუბრუნდი ამ საკითხს და მოკეთ აუცილებლად ნახეთ ეს ეპიზოდი, ძალიან გესიამოვნებათ. მინდა განვიხილო ანტონიო დამაზიოს ნეირომეცნიერის შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის განხილვა, როდესაც თვითდაკვირვება როგორც მეტაცნობიერება, ასეთი სახით. დამაზიო ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ აზროვნება, არამედ იმის გაცნობიერება, რომ ფიქრობს, გრძნობს ან მოქმედებს. ეს არის მეტაცნობიერება, როცა გონება ხედავს საკუთარ თავს მოქმედებაში. და ეს არის ზუსტად მელოს თვითდაკვირვება, რომ შენ არ ხარ შენი ემოცია, შენ ხარ ის, ვინც მას ხედავს და ასევე წავიკითხე სხვა მოაზროვნებისაგან. მაგრამ საინტერესოა გავიხილოთ უკვე ტვინის და ნეირომეცნიერულ დონეზე. დამაზიო გვთავაზობს გონების განვითარების რამდენიმე საფეხურს, რომლითაც ადამიანი ხვდება იქამდე, რომ შეძლოს საკუთარი თავის დაკვირვება. ესე იგი, პირველი არის პროტომე. ეს არის უდაბლესი დონე, სხეულის რუკა, რომელსაც ტვინი ყოველთვის აფიქსირებს, მაგალითად ტემპერატურა, წნევა, შინაგანი ორგანოების მდგომარეობა. ეს თვითდაკვირვება არაცნობიერია. შემდეგი დონე არის ძირითადი ცნობიერება. ამ დონეზე ადამიანი უკვე ამჩნევს ცვლილებებს გარშემო და საკუთარ რეაქციებს. აქ იწყება თავის გრძნობა, მე ვგრძნობ რაღაცას. ეს ჯერ კიდევ არის სპონტანური და დროებითი. შემდეგი არის გაფართოებული ცნობიერება. აქ იწყება უკვე თვითდაკვირვება. ადამიანი იდენტიფიცირებას არა მხოლოდ იმპულსის, არამედ თავისი ისტორიის, ემოციური ფონის და საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ახდენს. აქ ხდება ის უნარი, რასაც ფსიქოლოგიაში ვუწოდებთ ინსტანტს, ანუ შემხედველობა საკუთარ თავთან. ასევე ის ამტკიცებს, რომ გრძნობები, ფილინგები ტვინის მიერ შერჩეული სხეულის სიგნალებია და ისინი წარმოადგენს ინფორმაციას შიდა
შინაგან სამყაროზე. როდესაც ვაკვირდებით ჩვენს გრძნობებს, მაგალითად შფოთვას, სითბოს, ბრას, ჩვენ ვსწავლობთ სხეულის და გონების კავშირს. ეს თვითდაკვირვება ქმნის წერტილს, საიდანაც შეგვიძლია არჩევანის გაკეთება. დამაზი გვთავაზობს იდეას, რომ როდესაც ვაკვირდებით ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, ამით ვაცნობიერებთ საფრთხეს ან დისბალანსს და გვაქვს შესაძლებლობა ავტორეგულაციის. მაგალითად, თუ მე ვხედავ, რომ ჩემი ბრაზი მოდის დაღლილობისგან, ხო? მე აღარ ვაგდებ საკუთარ თავს ბრაში, იმიტომ რომ ხვდები, რომ დაღლილი ვარ, წავალ დავისვენებ. თუ ხედავ, რომ ჩემი შფოთვა არის ჩემი სხეულის რეაქცია რაღაც გარესამყარო საფრთხეებთან, ერთი რომ მოვარიდებ იმ გარესაფრთხეებისგან, შევძლებ, რომ მოვარიდო გარესაფრთხეებისგან თავი, ავარიდო, ან და მაქვს რაღაც ვიცი, რაღაც ტექნიკები აქედან გამომდინარე ვსწავლობ, რომ ეს ჩემი შფოთვა რაღაცნაირად დაწნარდეს და დამშვიდეს. ძალიან საინტერესოა, ახლა თან მეღიმება, როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ზუსტად ამ თემებზე, ამ გაცნობიერებებზე და ასეთი პრაქტიკების სწავლაზე არის ვორქშოპი, რომელიც ტარდება 3 და 4 მაისს, ნუგზარ ძიძიგურთან ერთად და იქ ზუსტად ასეთი ტიპის გაცნობიერებებს ვეხებით, იქ ზუსტად იმას ვსწავლობთ, რა არის საკუთარი თავის სიყვარული და რა არის ეგოიზმი, საკუთარ თავზე დაკვირვებას, საკუთარ გრძნობებზე დაკვირვებას, ამის გაანალიზებას, საიდან მოდის სინამდვილეში მე ვგას გვრძნობ, საკუთარი თავის პრიორიტეტში დაყენებას და ეს ყველაფერი უკვე განიცადეს პირველმა ვორქშოპის მონაწილეებმა. ამიტომ თუ გექნებათ სურვილი და საშუალება რასაკვირველია, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ, რამდენიმე ადგილი არის დარჩენილი ჯერ კიდევ ვორქშოპზე და ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ვკითხულობ და რაც ყველაფერი ერთად გავიაზრეთ, ყველაფერს გავივლით ამ ვორქშოპზე, ამიტომ გელით რამდენიმე ადგილი არის დარჩენილი და თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ და ძალიან საინტერესო ორდღიანი თავგადასავალი გექნებათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეპიზოდს, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ყველაფრის გააზრება, რასაც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ამ წიგნში კიდევ ბევრი თავია მოცემული და ძალიან საინტერესო და შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მივუბრუნდე ამ თავებს, ან შესაძლებელია სხვა ავტორებთან ერთად განვიხილო. გისურვებთ ყველას ამ თვით დაკვირვების, თვით შემეცნების გზაზე, გაცნობიერების გზაზე ყოფნას. მეც ამ გზაზე ვარ და მინდა რომ ესეთი რაღაც თქვა, რომ ამ გზაზე როცა დგები და იწყებ გაცნობიერებას და საკუთარი თავის პრიორიტეტში დაყენებას, ეს ერთი რომ რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ეჯახები, რომელიც აქამდე შენში არ იცოდი როგორ იყო და როგორ მოქმედებდა. და მეორე სირთულე დგება მაშინ, როდესაც შენ იწყებ შეცვლას და შენ გარშემო ადამიანები, რომლებიც იგივე გზაზე არ დგებიან, ფაქტობრივად ვერ იგებენ შენ თავში შენში რა ხდება და ცდილობენ რომ დაგაბრუნონ იმაში, რაშიც იყავი მათთან ერთად. ეს არის, ვფიქრობ, კივნეული ეტაპის შემდეგი დონე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხვდები, რომ ვიღაცები უბრალოდ შენი ცხოვრებიდან გაქრნენ. ორი ვარიანტი გაქვს. ერთი ვარიანტი არის ის, რომ რჩები მასთან ერთად, სადაც იყავი. ან მეორე ვარიანტი არის, რომ ტოვებ და შენაგრძელებ შენს გზას და შენს მისიას. საკმაოდ რთულია, მაგრამ ის ბედნიერება, რასაც გაცნობიერებას მოაქვს, გამოღვიძებას მოაქვს და რეალურ თავისუფლებას მოაქვს შინაგანს, არაფერი იმ ფასად არ ღირს, განსაკუთრებული შეგრძნება. მაგრამ სირთულეების მიუხედავად, თუ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში შეადგავს ფეხს და დაიწყებს ამ გზის გავლას, ცოტა სხვანაირი კუთხით დაიწყებს ამის ყურებას, დაიწყებს როგორც თამაშის, მე ესე მაქვს საკუთარ თავთან, საკუთარ მენტალთან დალაგებული, რომ ეს არის თამაში, რომელსაც აქვს სხვადასხვა დონეები, ლეველები და ამ ლეველებს გავდივარ და ხანდახან არის ძალიან რთული, ხანდახან მარტივი, ხანდახან ძალიან რთული და ასე შემდეგ. და ეს სხვადასხვა ძალიან მეხმარება. და გარდა ამისა, თუ ვისწავლით ამ პროცესით ტკბობას,
იმიტომ რომ ხვდები რომ ნამდვილად ტკბილია, უკვე სირთულეს ესეთი რაღაცები აღარ წარმოადგენს. ამიტომ უნდა ვიპოვოთ ალბათ ის გასაღები, რომელიც იმ რთულ გზაზე ამ ყველაფერს რაღაცნაირად დაალაგებს და გაალამაზებს. მე მაინც ვთვლი, იმიტომ გავამახვილე ამ თავებზე ყურადღება, რომ თვითდაკვირვება არის გასაღები ამ ყველაფრის. მადლობა. ველოდები თქვენს კომენტარებს, თქვენს გამოხმაურებას, თქვენს შეფასებებს, თქვენს აზრებს, თუ ამ ყველაფერს განიცდით, რა ხდება თქვენთან, როგორ ხართ, რა გზა გაიარეთ, ძალიან საინტერესოა და მოკლედ გელოდებით, მადლობა და შევხვდებით ამ ფორმატში მომავალ კვირას და მთავარ ეპიზოდს პოდკასტის 4 9 საათზე.